თუ შეეპასუხა ძღოლი პოლიციელს, ეგრევე გამოიძახებს ხოლმე პოლიციელი რამოდენიმე დამატებით მანქანას. და ალბათ აქაც აი ზუსტად ესეთი რაღაცა იყო. აი ხედავთ, შავი მანქანაა გაჩერებული და რამოდენიმე პოლიციის მანქანა ეგრევე მოგრიალდა. თუ პოლიციელმა გაგაჩერათ, ნუ შეეპასუხებით. იმიტომ რომ აზრი არ აქვს და არც ხმას აუწიოთ. აი ესე ძალიან წყნარად იჯექით ხელები საჭეზე და ძალიან დინჯად უპასუხეთ ყველა კითხვაზე. არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწიოთ. პოლიციელები თვითონ ძალიან რდილობიანად საუბრობენ თქვენთან და თუ არაფერი ესეთი არ ჩაგიდენიათ, ძალიან ნორმალურად გაგიშვებენ, მაგრამ თუ რამე დააშავეთ, გეტყვიან რაც დააშავეთ. ყველაზე ხშირად რის გამო აჩერებს პოლიციელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანს? აბა თუ მიხვდებით, შუქების გაუმართავების გამო. ამიტომ თუ მოხდა ისე რომ 1-2 ჭიქა დალიეთ და რატომღაც მაინც გადაწყვიტეთ საჭესთან დაჯდომა, რაც ძალიან ცუდია, აუცილებლად შეამოწმეთ რომ შუქები იყოს გამართული. აი რომელიღაც შუქი თუ არ გინთებთ, აი ამის გამო გაგაჩერებთ პოლიციელი და გამოგიჭერთ იმაში რომ 1-2 ჭიქაც გადაკრული გაქვთ. და მე აგენთებოთ წითელი